მოკლედ ვიწყებთ შემოსასვლელიდან. ეს არის შემოსასვლელი კარები, რომელიც გადის დერეფანში. დერეფანში გვაქვს საზიარო ფოსტა, სარეცხი მანქანა, ასევე დიდი მაციოარი დგას და მიკროტალღური ღუმელი. რახან პირველი სამზარეულოა დავიწყებ სამზარეულოთი, ასე გამოიყურება პატარა საყვარელი სამზარეულო. ეს ნიჟარა აქ მაქვს სხვადასხვა ნივთები, გასასუფთავებელი, ეს არის ჭურჭლის დასაწყობი, წყლის მადუღარა, გასაცხელებელი. ახალი ჩამოსული ვარ საქართველოდან, ამიტომ იქ ჩვენი ის არ არის, მაგრამ მაინც კამფეტები. ზემოთ მაქვს ისეთი ნივთები და საჭმელი, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ, რა თქმა უნდა. არ ვიცი ქართულად როგორ არის seasonings. შვრია და მაკარონი. ასევე რამდენიმე თვის წინ ვიყიდე air fryer და ჯერჯერ ვიტკმაყოფილი ვარ. ახლა ქვემოთ ეს სარეცხი ხელთათმანები. აქ მაქვს ეს ცოტა ჩამონგრეული. ჩემი ბრალი არის. აქ მაქვს სარეცხის საშუალებები, გასაწმენდის საშუალებები, ტუალეტის ქაღალდი და სამზარეულოს ქაღალდი, ნაგვის პარკები, სახეხები, აუცილებლად დიშდერი და სკრაბდერი, ესე ვთქვათ გუბკები და ასე შემდეგ. ეს არც ისე საინტერესოა, ამიტომ აქეთ გადავიდეთ. აქ არის ჩემი არც ისე მრავალრიცხოვანი ნივთები სამზარეულოს, საჭმელი utensils, ქართულად არ ვიცი როგორ თქვა, აქ მაქვს ეს ყავის ჭიქები და ჩაის ჭიქები. აქ მაქვს, როგორც ხვდებით, ახალი ჩამოსული ვარ საქართველოდან და ტყავები ჯერ კიდევ მაქვს. და ისეთი საჭმელი, რომელიც მალფუჭებადი არ არის და მაციორის შენახვა არ ჭირდება. ახლა შეგვიძლია გადავანებოთ აქ კიდევ მეტი კომპიუტერი, თხილება, ჭხირები და ასე შემდეგ და ეს დასამაგრებლები, რასაც ახლა არ გაგვიჭდეს. აქ მაქვს ძირითადად ქვაბები, ჯამები, ასევე ტოსტერიც მაქვს და უკან კიდევ ორი დიდი ტაფა მაქვს. ეს არის ჩემი ლამაზი და საყვარელი სამზარეულო. მე ცოტა OCD მაქვს და თუ არ გავასწორი ისე კიდე შემოჩი. ისე არ გამოვა. ის მაინც არ მომწონს როგორ არის, მაგრამ გადავინაცვლოთ აქეთ მხარეს. ეს არის აბაზანა და აბაზანის ნაწილი. აქეთ მხარეს მაქვს სარეცხი, აქ ჩავასხავთ ხსნარს და გარეცხავთ იატაკს, მოწმეთ კარგად. ეს არის სარკე, ასე გამოვიყურები მე. აქ მაქვს ისეთი ნივთები, რომელიც უმჭირდება. სახის საწმენდად ხმარობ ცერავეს. აქეთ მაქვს ასევე basic ნივთები. ასე მოხურეთ კარები უფრო კარგად დაგანახებთ. ეს არის ძალიან პრაქტიკული საკიდი, რომელიც მაქვს აქ. ეს არის მოსასხამი, ეს არის ხელების სტანის და ცალკე მაქვს სახის ტილო. როგორც მიხვდით, სარეცხ მანქანაში დამრჩა ხელსახოცი და ზედა აქვს შემჯდარი, მაგრამ შემდეგ გარეცხვაზე აღარ დაუშვებ მაგ შეცდომას. ასევე Facebook ჯგუფი გვაქვს ამ ქალაქში, სადაც ყიდიან ძველ ნივთებს, როცა გადადიან და ეს ძალიან ლამაზი კაბინეტი, რა დავინახე, ეგრევე მივხვდი, რომ ამ ინტერიერს ძალიან მომხდებოდა და საკმაოდ შორიდან მოვიტანე ხელით, იმიტომ რომ ველოსიპედი არ მქონდა იმ დროს.
აქ მოქვს ასევე ზედმეტი ნივთები, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტი სახის ტილოები, საპარსები, იქით რამდენიმე გამოსავლები ხსნარი, ფრჩხილების დასაჭრელი, აქაც საპარსები, აქ წვერის მოვლის საშუალებები, აერის სპრეი და უფრო მეტი საშუალებები. ეს დამჭირდება გამოს ხო ოთახში, ამიტომ წავიღებთ. აქეთ გვაქვს ტუალეტი, საკმაოდ დიდი აუზით. ტუალეტის საწმენდის საშუალება და სახეხი და აქეთ გვაქვს შხაპი. ეს ყველათ მინდებს, ეს ორი ნივთი ურავს. რა ვიცი, უხდება უკვე ამ ოთახს და დავტოვებ, ერთადად ამებს ხმარობ. და ასე გამოიყურება ჩვენი ეს აერის ფილტრი არის, რომელიც ახლახანს გამიწმინდეს მოვიდნენ. აქაც არის როგორც ხედავთ. აქეთ შეგვიძლია გამოვიდეთ, ვინც განახოს, როგორ გამოიყურება ეს ნაწილი. და ეს გამოიყურება უკვე შესასვლელი ჩემს ოთახში და მინდა შევიდეთ. დადამ. ამათთ შუქი. პირველი მინდა გავასხა ეს დავიწყოთ ჩვენი ოთახის ტური. შემოვედი ოთახში. მინდა დავიწყოთ ჩემი საყვარელი კუთხის და მეორე საყვარელი კუთხე უკვე გამოჩნდა. აქ ვინახავ სხვადასხვა წიგნებს, რომელიც პირველ კურსზე დამჭირდა მაგისტრატურაზე, აქ მაქვს სხვადასხვა დოკუმენტები და საკანცელერიო ნივთები. როგორც ხედავთ, განათება ძალიან ცუდია ამ ოთახში და შესაბამისად ხარისხიც დაეცა თავს. აქ მაქვს საკითხავი წიგნები, თუდუისტის რვეული და აქ მაქვს ის პოსტა, რომელიც მომდის ხოლმე. ეს ნიუ-იორკის სურათი დეკორაციად მაქვს უბრალოდ. აქ მაქვს უამრავი ისრაელი სალფეტკი. აქ ვინახავ ხოლმე სატანებს, ეს უბრალოდ სქვიში არის, რომელიც მე მგონი 5 წელია აქ არის. უთო, დოქტორს დასადებსაც განახებთ. ეს არის laundry bag, აქ დიდი პარკებს ვინახავ და დამაგრძელებელს. გვერდზე როგორც ხედავთ, ზუსტად ჩაეტია ტვერსასრუტი. შეგვიძლია გადმოვინაცვლოთ აქეთ მხარეს. ყველას უკვე სამხელა ნაგავი რომ მიდგას ხოლმე ოთახში, მაგრამ ჩემთვის ეს უფრო კომფორტულია. ახლა დაგათვალიერებინოთ ამ ნაწილს. ჩემი ოთახის ეს ნაგვის ყუთი, როგორც ვთქვი, ეს არის საყვარელი მაცივარი, ეს ცოტა დეკორაციები. ეს საქართველოდან წამოვიღე, ეს ამსტერდამში და ეს კოკენჰოფში გადავიღე. ეს არის მაცივარი, განათება უცებ გამოსწორდა. ეხლა ბევრი რამე არ მაქვს, იმიტომ რომ კვირის მიწურულია და შაბათ კვირას ვყიდულობ ხოლმე. ეს არის მიკროტალღური ღუმელი, ეს არის rice cooker-ი, ანუ ბრინჯის გამოსაცხოვი. ეს პატარა დეკორაციები, ესეც. აქეთ მაქვს ფეხსაცმელები, ეს წელს ვიყიდე საფხულში ახლები. აქეთ მაქვს ცოცხი, აქ მაქვს ძირითადად ზედმეტი ნივთები, ასე ვთქვათ. ეს არის უთოს გასაუთავებელი მაგიდა, რომელიც იშლება. ეს ბალიშები, ახლა უბრალოდ საწოლი ავალაგე და აქეთ გადმოვდე. ეს საკიდი, რომელზეც მაქვს ხოლმე ძირითადად ჯაკეტები, კოლგა, ეს ქუდი, რომელიც ხანდახან ვინტაჟურ სტილში მიკეთია ხოლმე და გასაღები. ეხლა შეგვიძლია გადმოვინაცვლოთ ჩემს საყვარელ ადგილას საწოლთან. როგორც პირველი შეამჩნიეთ ალბათ ჩემი დეკორაცია. ეს წელს გავაკარი, ჩემი ფოტოებია და ფრენცის პოსტერი. ეს ძალიან კომფორტული საწოლი სხვათა შორის. ეს არის საწოლის გვერდზე მაგიდა, ამ წიგნს ვიწყებ, ორჯერ ვერ დავიწყე ვერასდროს,
ხელის კრემი, თორემ ძალიან მიშრება ხოლმე ხელები და ხელში დასაჭერი ფენი, როდესაც ცხელა ხოლმე. აქ მაქვს გასაფენი და იქ არის სარეცხის კალათა, იმიტომ რომ ჩვენ საშრობი არ გვაქვს ამ შენობაში, იმიტომ რომ ეს მაინც ძველ შენობად ითვლება. ახალ შენობებს ვახენინგენში უფრო აქ ახალი. აქ ვინახავ ასე ვთქვათ ზაპას, არ ვიცი, storage, ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთების, რო უცებ რო გამომელიოს. აქ მაქვს ყველაფერი, საპნები, ბამბები, ასე შემდეგ. აქ მაქვს სასწორიც, სხვათა შორის, ესეც Facebook ჯგუფიდან ვიყიდე. და ასევე გვაქვს თვითონ ჩვენი შენობის WhatsApp გრუპი. იქაც ძალიან ბევრი რაღაც იდება გასაყიდად. ახლა გაგეცინებათ, მაგრამ ზორი ვაყუთი არის სულ წამლები. რომ დედაჩემი იმდენ წამალს მატანს, რომ არ ვიცი, ხანდახან მგონია, რომ მომაკითხავენ კონტრაბანდისტვის დამაკავებენ იმდენი წამალი და აქაც წამლები მიდევს, ეს უფრო ყოველდღიური წამლებია და საწოლთან მიდევს. ეს ჩემი out of service სახის ნივთები. ბარემ ამ მხარეს მოვრჩები. აქ მიდევს ჩემი ორი ჩემოდანი, ჩემი ბექფექი. აქეთ შეგვიძლია და ეხლა ღამე არის და ამიტომ ეს ჩემი ანარეკლი და იქით არის და ბევრი ოთახები. აქ რაფაზე მიდევს ეს, იმიტომ რომ 0 საათგება ჩემს ოთახს. ძალიან ცხელა ჩემს ოთახში. აქ მაქვს სანთლები, რომლებსაც ძალიან კარგი სუნი ასდის და კიდევ ერთი ვენტილატორი, იმიტომ რომ 0 მოადგება მართლაც ძალიან ცხელა. ეს ორი ხელოვნური პატარა მცენარეც აქ არის. და გადავინოცოთ აქეთ მხარეს. ასევე ძალიან მომწონს ეს მხარე. აქ როგორც ხედავთ, მაგ მესამე ჩემოდანი, რომელიც ასევე წელს ვიყიდე, რომელიც ძლივს დაგორავს კარგად. მოდი აქედან დავიწყებ, ჩემი ტანსაცმლის კარადაა ეს, როგორც ხედავთ. ესეთი საყვარელი კარადაა, დღეს დავალაგე. შეიძლება არ ეტყობა, რომ დაალაგებულია, მაგრამ დავალაგე. ეს ძირითადად რეებით შედის ამ ოთახში, ისინი არ ჩამოწერილი. ეს ისევ მე ვარ. ხა დიდი არაფერი არ არის აქ. ძირითადად მაქვს პალტოები, საროჭკები და ასე შემდეგ. და ახლა შეგვიძლია გადავინაცვლოთ ჩემს მაგიდასთან, რომელთანაც ალბათ ყველაზე დიდ დროს ვატარებ, იმიტომ რომ სულ ვზივარ, რაც არ შეიძლება, მაგრამ აქ მაქვს ძალიან კომფორტული ბალიში, მოსასხამი. ეხლა შემოდგომა მოდის და აცივდება. აქ მაქვს რამდენიმე რვეული წიგნი, რომელიც ალბათ შეიძლება დამჭირდეს. ეს ახალი ჰოლანდიურის წიგნია, ჰოლანდიურს ვიწყებ ოფიციალურ შესწავლას უკვე სექტემბრის ბოლოდან და ამ წიგნით უნდა გავიაროთ. ეს არის ჩემი ლეპტოპი, iPad-ი. ძალიან ერგონომიული ის მოვიწყე, ეს დასადგომიც ვიყიდე, უბრალოდ სკამი იმდენად ხელს არ მიწყობს. მაგრამ ისინი ყველაფერი, მაუსი, keyboard-ი, ეს ყველაფერი მაქვს. ეს ტიპური, უпростоრად ჰოლანდიური ის არის ბოთლი, ყველას თითქმის ესეთი ისაა წყლის ბოთლი. ახლა ჩემს CV-ზე მუშაობდი უბრალოდ გაუმჯობესებაზე და ამიტომ მიდევს აქ. აქ სატენები ძირითადად სულ აქ მაქვს შეერთებული და თითქმის 24 საათი ჩართულია. აქ მაქვს კიდე რამდენიმე საკანცელარიო ნივთი, ეს ინტერნეტის მოდემი და აქ მაქვს უკვე დეკორაციები დაფაზე. ესეც ხელოვნურია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ ვისწავლე მცენარეების მოვა. ეს საქართველოდან წამოვიღე, ეს ვახენინგენის ბარათია საფოსტო. ეს ერთ-ერთი კომპანიიდან სამახსოვრო, როცა სტაჟირება გავიარე, იქიდან წამოვიღე. ეს რა თქმა უნდა ჩვენი დროშა. ეს რაღაც სამახსოვრო ფოტოები. ნუ მაინც ევროპაში როცა ხარ, ხო? ევროკავშირის დროშაც მაქვს.
ეს კალენდარი, ეს როგორც მივხვდით Friends-ი, ჩემი საყვარელი სერიალია, როგორც იქ, ასევე აქ. ეს ძალიან საყვარელი. ის ვიყიდი ამსტერდამში, როცა ვიყავი წასული. და საბოლოოდ შეიძლება დავამთავროთ ჩვენი ტური ამ ვენტილატორით, რომელსაც ვერასდროს ვერ გავუკეთე, ეს წინ რომ უმაგრდება ხოლმე. ამიტომ არის ესე მოტიტულებული. და ვერაფერი ვერ უშველე სამწუხაროდ, მაგრამ რახან არის აღარ ვჩივი.